Diabetes საერთაშორისო დღე და ჩვენ გადავწყვიტეთ იმ გარდამავალ ეტაპზე გესაუბროთ, რასაც პედიატრი ჰქვია. პრედიაბეტი ჰქვია, უკაცრავად პედიაბეტი უკვე. იმიტომ რომ ერთი ნაბიჯია დიაბეტამდე. როგორ შეიძლება ავიცილოთ თავი ამ ქრონიკული დაავადებისგან, როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი სურვილები, მოთხოვნილებები, რომ ავწდეთ დიაბეტის დიაგნოზი. მადონა ჯუღელი, გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი გვესტუმრა და პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით განაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. ჩვენ პირველ რიგში, რადგან დიაბეტის საერთაშორისო დღეა, გვინდა რომ ამ თემით დავიწყოთ თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ წონაში მოიმატა, თუ აქვს განსაკუთრებული ლტოლვა, ვთქვათ, კბილის მიმართ, თუ აღმოაჩენს, რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ რთულ ნახშირწყლებს მიირთმევს და ფიქრობს, რომ კი, მსმენია სადღაც, რომ ეს შეიძლება დიაბეტში გადაიზარდოს, მაგრამ იქნებ გამოვძვრე. ხო, მე არ ვიქნები ის ადამიანი, ვისაც მე ეს დამემართება. ხო, ამას ფიქრობ. კი, და რამდენად საფრთხილოა პრედიაბეტური ეტაპი? როგორც გინეკოლოგი, მოგახსენებთ, რომ როგორი მჭიდრო კავშირი აქვს აი ნახშირწყლების დარღვეულ მეტაბოლიზმს, ანუ პრედიაბეტს, დიაბეტს გინეკოლოგიასთან. გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია ერთი მცნებაა. და რატომ? წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ორგანიზმში ხდება მსგავსი ნივთიერებითი დარღვევები, მსგავსად აღიქმება რეპროდუქციული რგოლით. ავიღოთ ანთება. ხშირად ვამბობთ ხოლმე, ანთება არ არის აუცილებლად ინფექციური ეთიოლოგიის, შინაგანი ანთება. ზუსტად აქ არის. როცა ჩვენ გვაქვს ლაპარაკი თუნდაც ინსულინ რეზისტენტობაზე, ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ აქ თუნდაც ის ვისცერალური ცხიმი, თუნდაც ის გინეკოლოგიურად ის ცვლილებები, რომელსაც ქვია დისბაქტერიოზი, რაც 80% შემთხვევაში არის მიზეზი ქალბატონის მოსვლის ჩვენთან, ან დარღვეული თუნდაც ის პრობლემა, რომელსაც ჰორმონალური დისბალანსია. ეს ყველაფერი არის მჭიდრო კავშირში ამ ნახშირწყლების დარღვევებთან. ნახშირწყლების დარღვევები ჩვენ ისე მარტივად კითხავთ, როგორც ბანეთ, რომ არის ლაპარაკი, რომ აი ჭამთ კბილეულს, საკვების დრო არა მაქვს, მარტივად ავიღებ და წავიხემსებ. აი ეს ყოველივე თემა შეიძლება გენეტიკური არ მქონდეს დიაბეტი, მაგრამ მე თვითონ შევქმნა, ანუ ჩემი ყველა ქცევებმა შექმნას ის, რომ მე მივიდე იქამდე, რომ პრიორიტეტად მოვახდინოს, რომ ჩემი ორგანიზმი გახდეს უკვე ინსულინ რეზისტენტული. შესაბამისად, ჰორმონული მეტაბოლიზმი, ავიღოთ თუნდაც პოლიცისტური საკვერცხების სინდრომი. ეს ხო პირდაპირ კავშირშია ინსულინ რეზისტენტობასთან. რატომ? იმიტომ რომ აი აქ არის ინსულინს აქვს უდიდესი როლი, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური. თუ ბევრ ინსულინთან გვაქვს კავშირი, აქ ზუსტად ეს არის, აქ იძრგუნება ის საკვერცხებში, ეს ჰორმონალური მეტაბოლიზმი და ირღვევა შესაბამისად ეს რგოლი. ხშირად ქალებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი ჩივილები, რომლის სამკურნალოდ მოდიან გინეკოლოგთან და აღმოჩნდება, რომ ინსულინ რეზისტენტობა არის განმაპირობებელი ამ ჩივილებისა და პირველ რიგში სწორად იმას უნდა მიეხედოს, როგორ იკვებება ადამიანი და რითი იკვებება. საკვები შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ამ ჩივილებისა. დღევანდელი სლოგანი აი ზუსტად მეტაბოლოგიაში, გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში არის, რასაც ვჭამთ, ის ვართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველდღიური საკვები, რასაც ვიღებთ, პირდაპირ როგორც სარკე აისახება ჩვენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. აი მაგალითად, მინიმალური მას მოგიყვანთ მაგალითს. ხშირი კიდევ და კიდევ ვაგინალური დისკომფორტი. ქავილი, ქრონიკული მკურნალობა, სოკოსაწინააღმდეგო, თუნდაც სხვადასხვა ანტიბიოტიკის სანთლები და უბრალოდ რომ ჩაეკითხები პაციენტს, თურმე ის ყოველდღიურად იღებს შაქარს, იღებს ტკბილეულს, ცომეულს, საჭმელისთვის არ ცალია. აი ეს, როცა აუხსნი თვითონ ამ კორელაციაში რა ხდება, როგორი გარემო ხდება, ვაგინალური ტუტე რეაქცია წარმოიშვება და შესაბამისად ის ჩვენი მიკრობიოტა, ჩვენი რაც არის, აქტიურდება. ანუ რა ხდება საბოლოო ჯამში, მრავლდება პირობით პათოგენები და გამოდის ის, რომ ჩვენ გვაქვს ანთება,
ოღონდ კიდევ ის ანთება არა ის რომ აუცილებლად სქესობრივ გადამდები ინფექცია აქ არაფერ შუაში არ არის. ეს ჩვენი ქცევებით მოტანილი პრობლემაა. ან თუნდაც როგორც ავიღოთ ჭარბი თუნდაც სიზრდენა მენსტრუალური გამონადენია. როდესაც ჩვენ ჭარბ მახშირწყლებს მიიბიძვებთ, როდესაც ყალიბდება ზუსტად ინსულინ რეზისტენტობა, ეს არის დის მარკერები, ანუ ინსულინ ზდის ჰორმონი, რომელიც აპროვოცირებს იმ პროლიფერაციულ პროცესებს, ანუ ზდის საშუალო ზღრუში, მაგალითად პოლიპს. მეორე მომენტი ავიღოთ ასე პრემენსტრუალური ჩივილები, როდესაც თუნდაც ესეთი ქცევების შედეგად ჩვენი ჰორმონალური ბალანსი ისე ირღვევა, რომ სამწუხაროდ მეორე ლუთეინური ფაზა, ანუ მეორე ფაზა პროგესტერონს როცა უძახით, იმის დეფიციტში გადავდივართ და რეალურად ენდომეტრიუმს, ანუ ჩვენ საშუალო ზღრუს აღარ შეუძლია კარგად ჩამოიფრთქვნას, კარგად ჩამოშალოს თავისი ესეთი შიდა უკეისთვის მომზადებული ორსულობისთვის და როცა ხალი არ დაორსულდა, ის უკვე მენსტრუალური სისხლით მოდის, ხო, ანუ მენსტრუაცია მოდის. აი აქ პროგესტერონ დეფიციტი ქრონიკული ზუსტად იწვევს იმას, რომ ვითარდება სხვადასხვა ქსოვილოვანი სტრუქტურები, რომელსაც ჩვენ პოლიპს უძახით, მერე შეიძლება ვლაპარაკოთ მიომაზე, მაგრამ არა მარტო გინეკოლოგიაზე, ვლაპარაკოთ თუნდაც ავიღოთ დარღვეული ზუსტად ეს პრედიაბეტული მდგომარეობები, მივყავართ იმას, რომ არა მარტო ჩვენთან გინეკოლოგიაშია, ლაპარაკი არის მაგალითად შარტკენჭოვანი დაავადება. აბსოლუტურად ნივთიერება და ცვლის დარღვევა სისტემურ პრობლემას იწვევს, ანუ სისტემურ ანთებას, რომელიც აისახება გინეკოლოგიაში და არა მარტო გინეკოლოგიაში. მარტო კვებით შეიძლება ამის დარეგულირება? თუ შეიძლება რომ გითხრათ, რადგან საკვებზე ახლა ესეთი ორიენტირებულები ვიყავით და იცით რატომ გეკითხებით ამას, იმიტომ რომ ვთქვათ, არის რაღაცა დამხმარე საშუალებებიც, არის დამხმარე პრეპარატებიც, რომელიც მინდა გითხრათ, დღეს რამდენად ეფექტურია. აი, ხო არის რაღაც ახალი საშუალებები გამოდის, მერე პაციენტიც, ექიმიც ერთად აკვირდებიან, როგორ მუშაობს ეს. მერე ეს პრეპარატები კიდევ ვითარდება, რაღაც ახალი თაობის გვეწევა ამასობაში, ხო? აი, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ვინც გვისმენს მაგალითად და ფიქრობს, რომ აი რაღაც მართვალი ჭირდებოდა რა, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ შეშინებოდა. რო არ გადამეზარდოს დიაბეტში. საკმარისია კვებით დავარეგულირო ჩემი ცხოვრება. მე ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ თვითონ ეს სტადიები აი ამ პრობლემის რა თქმა უნდა არის ჯერჯერობით კომპენსირებული. თუ უკვე დეკომპენსაციაში მიდის, როცა ორგანიზმი უკვე თვითონ უკვე ვეღარ ახერხებს ამის ალაგებას, უკვე ენდოკრინოლოგი ერთვება ამ პრობლემაში და უკვე ენდოკრინოლოგი მართავს პაციენტთან ერთად. როდესაც ლაპარაკია ჩვენ სტრუქტურაზე, როცა პრედიაბეტია ლაპარაკი, ანუ თუდად ის ჩვენ რაც თქვით, ანუ ეს დარღვეული ნივთიერება და ცვლა, აი ინსულინ რეზისტენტობა და აქ გლუკოზატოლერანტობაა დარღვეული, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური აქტივობა, ზომიერი კვება, ბალანსირებული ცილოვან-ნახშირწყლოვანი კვება, საათობრივი მენეჯმენტი, საკუთარი მიღებული საკვების, შემიძლია ვთქვა 80% შემთხვევაში იღებს დიდ შედეგს. მე მყოლია ასეთი თუნდაც ურთიერთობა, რომ პაციენტი რომ მოვიდა, მე გამოვკითხე, პირველ რიგში ვაძლევ ფურცელს, რა თქმა უნდა, მე არ ვარ ნუტრიციოლოგი, მაგრამ ვუხსნი, რომ რეალურად რა არის მთავარი პოსტულატი. დილის საკვები აუცილებელია, მერე ხემსი, მერე შუა დღეს, მერე პატარა ხემსი და საღამოს. ანუ ეს ხო არ არის პრობლემა. პრობლემა რა არის, იცით, ეს უნდა იყოს სისტემაში შემოსული. და ვლაპარაკობთ, რომ რატო უნდა ადამიანს ტკბილი, იმიტომ რომ მას ენერგეტიკულ დეფიციტშია ორგანიზმი და ორგანიზმი მარტივად მიდის და იღებს ტკბილს და როცა ის სისტემურად აკეთებს ამას და კვებაში არის ის სამი მთავარი კვება. ახარ უნდა იმ ორგანიზმს ის შენი ტკბილი და ჩვეულებრივად იღებს სრულფასოვან. აქედან გამომდინარე მოვიდა ადამიანი, მე ეს აუხსენი, უთხარი რომ კვებასთან ერთად რა თქმა უნდა წყალი, კვებასთან ერთად ძილი და ამავდროულად ფიზიკური ზომიერი აქტივობა, იმიტომ ხალხს არ ჭირდება ეს გადატვირთული ზედმეტი ვარჯიშები, ესეც მეორე მინუსია. და მოვიდა უკვე პასუხებით. ეს პასუხები შეიძლება დააგვიანა, ალბათონო, 2 თვეში მოვიდა. და უკვე შედეგი აქვს, აღარ მტკივა. ციკლი ისე მომივიდა, რომ აღარ მეტკინა. პრემენსტრუალური ჩივილები თავი აღარ მტკივა. შესაბამისად, იმდანად ვაგინალური დისკომფორტი, ამას კურნალობა მე არ დამინიშნია. და ზუსტად ის თქვენ კითხვაზე უპასუხე, რომ
დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავაკოლექტიროთ, ჩვენივე ქცევით ის პრობლემები, რომელსაც ქვია. კვების რეჟიმით შეიძლება ეს დარეგულირდეს აბსოლუტურად თავისუფლად. თუ რა თქმა უნდა, ხო, ჩვენ უკვე აღარ ვლაპარაკობთ იმ პრობლემაზე, როცა უკვე არის ჩამოყალიბებული დიაბეტი, ან როცა ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ. თუნდაც ინსულინ სენსიტაიზერი დავუნიშნოთ, რა თქმა უნდა, ეს არის გინეკოლოგის და ენდოკრინოლოგის პრეროგატივა, ვაკეთებთ ამას. თუმცა მარტო პრეპარატი სამწუხაროდ არაფერს არის ამსონ ისე თქვენც ხო იცით. თუ თვითონ არ წამოყვა ასე რომ კვება, სავარაუდოდ ასევე დამატებული თუნდაც სხვადასხვა ეს ხანდახან არის ხოლმე როცა მე რღვევა მთლიანად ნახშირწყლოვანი სისტემა, ეს სისტემა როცა ირღვევა, აქ უკვე სხვადასხვა ნივთიერების დეფიციტით შემოდის. აქ არის მინერალების, ვიტამინების დეფიციტი, თუნდაც ჩვენი საყვარელი D ვიტამინის დეფიციტი. თუ ჩვენ ამას ერთად ვავსებთ, კვებავთ, ვარჯიშობთ, ვიძინებთ, ძალიან დიდ პრობლემის წინაშე აღარ აღმოხვებით. ანუ ის დიაბეტი, რომელიც უზომოდ მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ჯანმრთელობაზე, ეს არის ქალის ჯანმრთელობა, მამაკაცის ჯანმრთელობა, ფერტილობა, მომავალი ყველაფერზე, მაგრამ მენეჯმენტი და დროული აღმოჩენით ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი თავიდან ავიცილოთ. დაორსულების რამე ტიპის სტატისტიკა არსებობს, ვთქვათ, იმ ქალებში, ვისაც ინსულინ რეზისტენტობა აქვთ. ანუ არის რაღაცა უფრო დაბალია იმის ალბათობა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, აი ჭარბი რაოდენობით ინსულინი, ეს არა იმიტომ, რომ უკვე ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს, მე მოგიყევით აი რა მოხდა, თუნდაც ის რომ ტესტოსტერონი მატულობს. ამ ინსულინს აქვს უდიდესი როლი. აი ღვიძლში მაგალითად ის აქვეითებს სექს ჰორმონ შემბოჭრელ პროტეინს. რატომ? და ასეთი მისი ეფექტი. ასევე საკვერცხეში პირდაპირ ფოლიკულურ გრანულოზა უჯრედებზე. ეს მექანიზმი სხვა თემაა, მაგრამ ამ ინსულინს ამის გამო შესაბამისად ტესტოსტერონი მაღალია, რა თქმა უნდა, ის ფოლიკულის განვითარება მცირდება, ოვულაციაში საკვერცხე ვეღარ შედის და რა თქმა უნდა, ფერტილობა ირღვევა. ქალბატონთან იმ ასაკში, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ის რეპროდუქციული ასაკი, ის გამოვლინდება აი ამ უშვილობით თუნდაც, ან უშვილობა ცუდი ის არის, სიტყვა არ მიყვარს. მე ვამბობ ხოლმე, რომ ცოტა დარღვეული ფერტილობა, ანუ ჯერჯერობით ვერ მიღწეული ის სურვილი. აი ესეც თემა. ანუ როდესაც ჩვენ ამას ვალაგებთ, მარტივად შემიძლია ვთქვა, ან მაგალითად როცა არის ჭარბი წონა 20%-ით შევამცირე, ხო? შევამცირე ის ვისცერალური გაცხიმოვნება, ფაქტიურად ყველანაირი ჩარევის გარეშე ქალი ორსულდება. ანუ აი ეს ბევრი ინსულინი, ზედმეტი აი ესეთი ანთებითი პროცესი, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს დაოსი. თქვენ ახლა ხომ კვლევებზე დაყრდნობით მსჯელობთ, რა საკვირველია და ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა, ამიტომ პროფესიონალთან საუბარი. თუ შეიძლება რომ გითხრათ თანამედროვე ტექნოლოგიები, შეიძლება ახლა შევცვალოთ სულად მიმართულება ცოტა ხანი ენდოკრინოლოგიიდან გადავუხვიოთ, იმიტომ რომ თქვენთან საუბრის დროს ჩვენ ისევ უნდა გავიხსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი მიგიწვით პაპილომავირუსების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ტელემაყურებლისთვის, სოციალური ქსელების მაყურებლებისთვის თქვენ ძალიან დიდი პასუხისგებლობა გაქვთ თქვენს თავზე აღებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისია ნამდვილად. უახლესი ტექნოლოგიები რაში გვეხმარება ექიმებს და პაციენტებსაც, რა თქმა უნდა, რომ ახალ კვლევებზე დაყრდნობით მივაგნოთ უფრო ადვილად დაავადებებს და შესაბამისად უფრო ადვილად ვიფიქროთ მათ გადაჭრის დამარცხების თუ რაღაც მკურნალობის გზებზე. კეთილი. აქაც ზუსტად პრევენციაზე ლაპარაკია, ზუსტად პრევენცია, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ თავიდან ავიცილოთ ის ვერაგი დაავადებები, როგორც არის თუნდაც დიაბეტი, ონკოლოგია. ჩვენ კიდევ მინდა ვახსენო, რომ თუნდაც ის პრედიაბეტი და კიბოსწინარე დაავადებები როგორ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. და აქაც შეიძლება ჩვენ პაპილომავირუსზე ვისაუბროთ, მაგრამ მარტო პაპილომავირუსი აღმოჩნდა სულაც არაა საკმარისი იმისთვის, რომ განახორციელოს თავისი ვერაგი საქმე.
აი აქაც, როდესაც დარღვეული აქვს ქალბატონს ნივთიერება და ცვლა, ანუ მეტაბოლიზმი აქვს დარღვეული, აქაც იმას აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ პაპილომა ვირუსმა თავი იგნოს ძალიან კარგად იმ უჯრედში, სადაც ის შედის. და რა თქმა უნდა, ხა პაპილომა ვირუსზე რო ვილაპარაკოთ, ისე 10 ქალიდან 9 ქალი ინფიცირდება. მაგრამ 80%-ში ფაქტობრივად ხდება მისი გასვლა ორგანიზმიდან. რა უწყობს ამას ხელს? ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. ჯამთელი ცხოვრების წესი. რატომ? ჩვენი იმუნური პასუხი ამ პაპილომა ვირუსს სამწუხაროდ ასე მარტივად ვერ ებრძვის, იმიტომ რომ ის ვერ ხედავს მას. მაგრამ მთლიანად ორგანიზმში არსებული ის ჯამთელი მდგომარეობა, ეკოსისტემა, რასაც ლაპარაკობთ, ის გაძლევს საშუალებას, რომ ის 80%-ით გავიდეს ჩვენი ორგანიზმიდან. თუმცა იმ ადამიანებს, რომელსაც აქვთ ზუსტად ეს პრობლემა, პრედიაბეტი, რომელთაც მაგათ აქვს სხვადასხვა სქესორგზით ინფექციები, დაავადებები, ან ეწევიან, ეს არის ერთ-ერთი პრობლემა იმისი, რომ ვირუსი რჩება ორგანიზმში და უპასუხებ თქვენ კითხვას. კვლევები, რომელსაც ჩვენ ვლაპარაკობდით, ჩვენ უკვე ყველამ კარგად ვიცის რა არის საშთანსოს ყელის კიბოს პრევენცია, რა კვლევებია ამისთვის ჩასატარებელი, რა თქმა უნდა ეს არის ციტოლოგია, რა თქმა უნდა ეს არის დღევანდელ დღეს PCR დიაგნოსტიკა, პაპილომა ვირუსის დიაგნოსტიკის ირგვლივ, ოღონდ აღმოჩენა მისი კოლპოსკოპია და საჭიროებისამე მკურნალობა და დღევანდელ დღეს ეს ინფორმაცია მინდა თქვენთან გავაჟღერო, რომ აღმოჩნდა, რომ ქალბატონებს ან მამაკაცებს, მათ შორის, ვისაც აღმოუჩნდათ მაღალონკოგენური პაპილომა ვირუსი, მაღალონკოგენური გულისხმობს, რომ მაღალ ალბათობა, მაღალი აგრესიის. კი ბატონო. აღმოჩნდა, რომ 5-დან 10 ჯერ მატულობს ანუსის ონკოლოგია. ანუსი ფაქტობრივად ახლო მდებარე ანატომიური სტრუქტურაა, რომელსაც კვლევის შედეგად ნახულობთ, რომ აბსოლუტურად იგივე მსგავსი ანატომიური სტრუქტურა აქვს, როგორც საშთანსოს ყელს. და შესაბამისად 1990 წელს ორმა ჭკვიანმა მეცნიერმა შეისწავლეს ეს სტრუქტურა და ზუსტად იმ ოპტიკური საშუალებით, ანუ კოლპოსკოპით, როგორცაც დღეს ჩვენ ვიცით, მისი ისეთი შესაძლებლობა, რომ გამოარჩიოს პათოლოგიური ქსოვილი სპეციალური შეღების მეთოდით, ტარდება დღევანდელ დღეს ანუსის გამოკვლევა. ანუ როდის უნდა გავაკეთოთ? ანუ ზუსტად იგივე. ოღონდ რა თქმა უნდა, აქ ჭირდება, რა თქმა უნდა, ის ჯგუფი, ამას ქვია მულტიდისციპლინური მიდგომა, სადაც ჩვენ, გინეკოლოგი, რომელიც ფლობს ამ მეთოდს, ანუ ეს არის კოლპოსკოპია, პროქტოლოგი და საჭიროებისამე, რა თქმა უნდა, ანესთეზიოლოგი, ამ კვლევას ვაკეთებთ ერთად. ანუ ეს კვლევა დავიწყეთ და იმიტომ დავიწყეთ, რომ ზუსტად აქაც პრევენციაა. და როცა ვლაპარაკობთ, რომ ეს არის ანუსის ტყელუჯრედოვანი კარცინომის რაოდენობა იმატა. რატომ იმატა? რომ ეს თვალით და მარტივი გაშინჯვით არ ხდება ამისი დიაგნოსტირება. უკვე ხდება, როცა უკვე ინვაზიური კიბოა. როდესაც არის ანუსის, იგივე როგორც საშთანსოს ყელის, ინტრაეპითელიალური დაზიანება, რომელსაც ჩვენ ცინს უძახოდით, დისპლაზიას უძახოდით და ამას ახლა დღეს ვლაპარაკობთ. ანუსის დისპლაზიას, ანუ პრეკანცერს, კიბოს წინარე დაავადების აღმოჩენის შესაძლებლობა გვაქვს, შეგვიძლია დროულად ვნახოთ და აქაც აღარ მივიდეს არც ქალბატონი, არც მამაკაცი იქამდე, რომ მას დაუდასტურდეს ეს რაკი. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ამ სიახლის გაცნობისთვისაც, გინეკოლოგი. ჩემთვის სიახლე იყო და იმიტომ. გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი მადონა ჯუღელი გსტუმრობდა. მადლობას გადაგიხდით. გადაცემაში მონაწილეობისთვის, თქვენს დაგემშვიდობებით.